სახელითა მამისათა დაძისათა დაწმენისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი დღეს ჩვენ აღვასრულებთ ხსენებას ერთ-ერთი უდიდესი წმინდანისა და როგორც იტყვიან ალექსანდრიის საყდრის უჭკნობი ყვავილისა კირილი ალექსანდრიელისა. ეს ადამიანი იყო თავმჯდომარე მესამე მსოფლიო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 431 წელს ქალაქ ეფესოში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საეკლესიო ისტორიაში სულ არის 7 მსოფლიო საეკლესიო კრება და მესამე მსოფლიო კრება ეფესოში ჩატარებული სწორედ ხელმძღვანელობით ტარდებოდა კირილი ალექსანდრიელისა. ეს არის ძალიან უნიკალური კაცი. ყველა უნიკალურია წმინდანი. მაგრამ ეს არის ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი მოღვაწეობით არა მხოლოდ მართლმადიდებელთა წინაშეა დიდი, არამედ ასევე არის მონოფიზიტთა წინაშეც დიდი. იყენებენ ხოლმე მონოფიზიტის სომხები და კოპტები, იაკობიტები კირილი ალექსანდრიელის გამონათქვამებს. ძალიან მასშტაბური აზროვნების მქონე კაცი იყო ეს, ძირითადად მეხუთე საუკუნის ადამიანი. მისი სიდიდე რო წარმოვაჩინოთ, შევეხებით მხოლოდ ძალიან დიდი ავტორია, ძალიან დიდი მოღვაწეა. მთლიანად რა თქმა უნდა ამას ვერ განვიხილავთ, მაგრამ უბრალოდ ოდნავ მაინც რო შევეხოთ ამ პიროვნებას, რამხელა გონებისა და აზროვნების კაცი იყო და ღვთივსულიერების ამავე დროს, შევეცდებით მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით მოგახსენოთ მისი სიდიადის შესახებ. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რომელიმე წმინდანი რითი არის დიდი, რითი გამოირჩევა მაგალითად ესეთი დიდი მოღვაწე, როგორიც იყო ირინეოს ლიონელი, ეს არის მეორე საუკუნის მოღვაწე. ის გამოირჩეოდა თავისი მოღვაწეობით ანტიგნოსტიკური თხზულებებით. იყო ესეთი მიმდინარეობა ეკლესიაში, ერეტიკული, წვალებლური, რომელსაც ეწოდებოდა გნოსტიციზმი და ჩვენ ადრეც გვიხსენებია ეს. ანტიგნოსტიკოსი იყო ირინეოს ლიონელი და ამიტომ ეწოდება მას დიდი ღვთისმეტყველი. რითი გამოირჩევა მაგალითად ათანასე დიდი ალექსანდრიელი. ის დაუპირისპირდა არიანელებს. არიანელები ამბობდნენ, რომ ძე ღმერთი, ბუნებითი ღმერთი კი არ არის, არამედ არის ქმნილება მამისა, პირველი ქმნილება, უაღმატებულესი ქმნილებათა შორის, მაგრამ ქმნილებაა და თუ ქმნილებაა, მაშინ ბუნებითი ღმერთი აღარ გამოდის. ანუ თანაარსი მამისა, ან ერთარსი მამისა აღარ იქნება იგი. ამას დაუპირისპირდა ათანასე დიდი ალექსანდრიელი და შეიქმნა მისი წყალობით პირველ მსოფლიო კრებაზე გამონათქვამი ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა და ასე შემდეგ. რითი არის დიდი მაქსიმე აღმსარებელი? მაქსიმე აღმსარებელი მე-7 საუკუნის მოღვაწეა. უბრალო ბერი, უბრალო მონაზონი კაცი. თუ ესენი არიან მღვდელმთავრები, ის, მაქსიმე აღმსარებელი არის უბრალო ბერი, როგორც წმინდა გიორგი ათონელი, ექვთიმე ათონელი და სხვები. უბრალო ბერი. მაგრამ რითი გამოირჩევა მაქსიმე? მაქსიმე გამოირჩევა ანტიმონოთელიტური აზროვნებით. იმა წინააღმდეგ გამოდიოდა, ვინც ამბობდა, რომ ქრისტეში არის ერთი ნება და ერთი მოქმედება საღვთო. ესე იგი, როცა ეხებოდა მკვდარს, ეხებოდა როგორც ღმერთი, როგორც ადამიანი არა. და თუ ეუბნებოდნენ, რომ აბა ხელი შეხება რაღაცა, ღმერთს ხელი როგორ შეიძლება გქონდეს? ისინი ამბობდნენ მონოთელიტები, რომ თითქოს ეს არის მოჩვენებითი ხელი, მაგრამ მოქმედებს საღვთო ხელი და სხვა. ეს დიდი საკითხებია, ამას არ შევეხებ. უბრალოდ
კირილი ალექსანდრიელი რითი არის დიდი? კირილი ალექსანდრიელი არის დიდი იმით, რომ დაუპირისპირდა იგი ნესტორიანელობას. და უნდა აღინიშნოს ის, რომ ერესთა შორის მეტნაკლებობა ხო არსებობს. აი ერესთა შორის ყველაზე მზაკვარი, ყველაზე ისეთი აი მატყუარა ერესი არის ნესტორიანელობა. აი რატო? იმიტომ რომ როდესაც ხატ მებრძოლებს ეპაექრება დაუშვათ დამასკელი მერვე საუკუნეში, იქ გასაგებია, ვისაც ელაპარაკება, ვისაც ეპაექრება, რომ ხატებს უარყოფენ და ჩვენ ვიცავთ ხატებს. გასაგებია, მე ამათკენ ვარ, ის მოწინააღმდეგეა. მონოფიზიტებს როცა ეპაექრებიან მამები, იქაც გასაგებია, მონოფიზიტები ამბობენ, ქრისტეში არის ერთი ბუნება, ჩვენ ორ ბუნებას ვაღიარებთ, ანუ დიოფიზიტები ვართ. ნუ გასაგებია, რომელი ჯგუფისა ხარ შენ. მაგრამ როდესაც ვეხები ჩვენ ნესტორიანიზმს, აქ არის ძალიან მზაკვრული მომენტი. ნესტორიანელები აღიარებენ ქრისტეში ორ ბუნებას. და იფიქრებ ადამიანი, რომ განიხილავ მათ სწავლებას, ესენი ხო მართლმადიდებლები არიან. რაღაც ეპაექრებით ამათ. მაგრამ ორ ბუნების ამღიარებლობა ქრისტეში არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი არის მართლმადიდებელი დიოფიზიტი. ესე იგი, ორი ბუნების ამღიარებლობა ქრისტიანობაში, ქრისტეში, მაცხოვარში, ჯერ არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი არის მართლმადიდებელი, ანუ მართლმადიდებელი დიოფიზიტი. და ამით, ამ ორი ბუნებით, როგორც მოგახსენეთ, შემოდის მართლმადიდებლობაში ხშირად ნესტორიანიზმი და ხშირად სომეხი მონოფიზიტები, იაკობიტები და სხვები ქართველებს ჩვენ გვაბრალებდნენ ხოლმე, რომ თქვენ ნესტორიანელები ხართო. ანუ იმდენად მსგავსია გარეგნულად ნესტორიანიზმი და მართლმადიდებლობა, რომ მსგავსი არც ერთი ერესი შეიძლება არ იყოს. და აი ამით, აი ამ ორი ბუნების ამღიარებლობით ხშირად შემოდის მართლმადიდებლობაში ნესტორიანიზმი. რა არის ნესტორიანელობა? რას დაუპირისპირდა ეს დიდი მოღვაწე კირილი ალექსანდრიელი? როგორ ვერ მოატყუეს ნესტორიანელებმა იგი? ჩვენ ადრეს გვიხსენებია ბევრჯერ ეს, მაგრამ ძალიან მოკლედ აღვნიშნავ. ნესტორი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, როცა გახდა 428 წელს, კონსტანტინოპოლის კათედრიდან, ამბიონიდან იწყებს ქადაგებას შემდეგი მოძღვრებისა. ის ამბობს, ქრისტე ჭეშმარიტად ღმერთია. მაგრამ ამავე დროს ქრისტე არის ჭეშმარიტად ადამიანი. ეს გასაგებია, ჩვენც ესე ვამბობთ. მაგრამ მარიამისაგან ვერ იშვებოდა ძე ღმერთი, ამბობს ნესტორი. არამედ იშვა მარიამისაგან ლიტონი ადამიანი, მხოლოდ როგორც ჩვენ ადამიანები, რომ ვიშვები დედისაგან, ისე იშვა ლიტონი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი, რომელსაც დაარქვეს იესო. და ამ იესო კაცში, პიროვნულად იესოში, რომელსაც სრული ადამიანური ბუნება ჰქონდა, მაგრამ ამავე დროს ჰქონდა პიროვნება ადამიანური. აი ამ კაც იესოში, სრულ კაცში ჩამკვიდრდა და დასახლდა და ჩასახლდა ძე ღმერთი. პიროვნება ძე ღმერთი, სამების მეორე ჰიპოსტასი, რომელსაც მარადის აქვს და ჰქონდა საღვთო ბუნება. გამოდის ორი ბუნება, საღვთო ბუნების მქონე ძე ღმერთი
პიროვნება, ზეღმერთი, თავისი საფრთხო ბუნებით, ჩასახლდა კაც იესოში ადამიანური ბუნების მქონეში. ეს ორი ბუნება დაკავშირებულია ერთმანეთთან, გვერდიგვერდად დგას. არანაირი ზემოქმედება არ აქვს თამად. და შეცდომა რაშია? ორი პიროვნების ამღიარებლობაში, ნესტორიანიზმში. ჩვენ ორ ბუნებას კი არ ვუარყოფთ, კირილი ამბობს, ალექსანდრიელი. ჩვენ ვუარყოფთ შენში ნესტორს მიმართავს და შემდგომში ნესტორიანელებს. იმას, რომ შენ განკაცებას უარყოფ. აი ამაშია მთელი საფუძველი. განკაცების უარმყოფელია ნესტორიანიზმი. არადა მართლმადიდებლობა დგას ორ ჭეშმარიტებაზე, ორ სვეტზე, ადრეც ვთქვით. სამების დოგმაზე, მამაძე და სულიწმინდა ერთ არსება, სამპიროვანი, ან სამგვამოვანი ღმერთი. ეს არის ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ქრისტიანობაში, მართლმადიდებლობაში. და მეორე, განკაცებული ღმერთის რელიგიაა ქრისტიანობა. რა არის განკაცებული ღმერთი? ვინ არის განკაცებული ღმერთი? ეს არის პიროვნება, ზეღმერთი, მეორე ჰიპოსტასი, რომელიც მარადის იშვება მამისაგან დაუსაბამოდ, მაგრამ უკანასკნელ დღეებში, როგორც ნათქვამია, მიიღო მეორე ბუნება, პიროვნებას კი არ შეუერთდა ვინმე კაცი იესოს. არამედ თავად ზეღმერთი იღებს მეორე ბუნებას, რომელიც მანამდე მას არ ქონია. და ეს ბუნება ადამიანური, მარიამისაგან მიღებული, რომელიც აქვს. ეს ღმერთის ბუნებაა. ოღონ მეორე ბუნება. აი როცა ჩვენ შეგვეკითხებიან, ვინ მიიღო ადამიანური ბუნება მარიამისაგან, ზეღმერთმა პიროვნებამ, ის, რომელიც მანამდე არ ქონია. დაუსაბამო დასაბამიერი ხდება. გარე შემოუწერელი, გარე შეწერილი. უკვდავი მოკვდავი ხდება. უმტკივნეულო ტკივილის გამცდელი ხდება. და ასე შემდეგ. და ამიტომაც მარიამს ეწოდება ღვთის მშობელი. თუ იმან შვა კაცი იესო, მაშინ ღვთისმშობლად აღარ იწოდება იგი. და ამაზე ქონდა გამახვილება ნესტორს. ქრისტეს მშობელი უნდა ვუწოდოთ მასო. და არა ღვთისმშობელი. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხები და აი ეს აღმოაჩინა და გამოააშკარავა წმინდა კირილი ალექსანდრიელმა მეხუთე საუკუნეში. და დაგმო მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. შემდგომში რა თქმა უნდა ეს აიკვიატეს და მიიღეს სხვადასხვა ერებმა ნესტორიანელობა. დღესაც ხშირად ჩვენ მართლმადიდებლობაში არის გამოკრთომანი ფსევდო მართლმადიდებლური სწავლებისა, რომელსაც შეფარული ნესტორიანელობა ეწოდება. ეს კიდე სხვა მხარეა და ამას აღარ შევეხებით, რომ აღარ გადაიტვირთო ჩვენი ეს საუბარი. ეს ძალიან მოკლედ შინაარსი ნესტორიანელობისა. თქვენ უყურებთ, რომ როგორი მსგავსია მართლმადიდებლობასთან. ის არ უარყოფს ორ ბუნებას. ნესტორიანელობა ამბობს, რომ სტკიოდა ქრისტეს, სტკიოდა, მაგრამ კაცი იესო სტკიოდა, ზეღმერთს კი არა. და ასე შემდეგ და ჩვენ ვამბობთ, სტკიოდა, მაგრამ ღმერთს სტკიოდა, საფრთხო ბუნებით კი არა. ადამიანური ბუნებით, იმიტომ რომ ის ადამიანური ბუნება ერთი ჰიპოსტასის აიღო, ერთი პიროვნების აიღო და ავლენდა საფრთხო ბუნებასაც და ადამიანური ბუნების თვისებებსაც. ვინ ავლენდა? ზეღმერთი. ამიტოა ცხოველმყოფელი ყველაფერი, რაც კი მაცხოვარს უკავშირდება. და ასე შემდეგ.
ეს ერთი მხარე მოღვაწეობისა კირილი ალექსანდრიელის და ეხლა მეორე მხარე ასევე. ანტიწარმართული მხარე. წარმართობა თქვენ მოგეხსენებათ იყო ქრისტიანობამდე ძალიან გავრცელებული. რომის იმპერიაში, სხვა იმპერიებში, განსაკუთრებით ელადაში, საბერძნეთში, სადაც იყო სხვადასხვა კერპები და უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა და სხვა. აი თქვენ რო ჩახვიდეთ ათენში, დღესაც არის შენარჩუნებული ის დიდებულება წარმართული პერიოდისა, ის ქანდაკებები, ზევსის კარიბჭეა შენახული. ზევსი მთავარი ღმერთი ყავდათ, ბერძნებს და სხვა. ამას ეთაყვანებოდნენ ეს ადამიანები, მაგრამ მოვიდა ქრისტიანობა და ამბობს, რომ მრავალი ღმერთი კი აღარ არსებობს, ერთი ღმერთია მხოლოდ სამპიროვანი და ხდება სხვა აზროვნების შემოტანა საზოგადოებაში და ყველა ამას ვერ უმკლავდება. ქრისტიანებს დევნიან წარმართები. რომის იმპერიაში მთელი 3 საუკუნის განმავლობაში იყო დევნა ქრისტიანებზე. წარმართთა მხრიდან. თქვენ მოგეხსენებათ ეს ისტორია. და აი მეხუთე საუკუნე კირილი ალექსანდრიელმა მონახა შრომა იულიანე განდგომილისა. ვინ არის იულიანე განდგომილი? ანუ აპოსტატი. ბერძნულში ესე ეწოდება ამას. იულიანე აპოსტატი, ანუ განდგომილი. იულიანე იყო იმპერატორი მეოთხე საუკუნეში მცხოვრებით, დაახლოებით 2-3 წელი იმეფა მან. ეს არის კაბადოკიელი მამების, შეიძლება ითქვას, მეგობარი თანამედროვე, ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველის და გრიგოლ ნოსელის. და სწავლობდა ასევე ათენის პლატონის აკადემიაში, როდესაც სწავლობდა ბასილი დიდი იქ და გრიგოლ ღვთისმეტყველი. და ესენი თუ ქრისტიანები გამოვიდნენ იქიდან, კაბადოკიელი მამები იგულისხმება. ის იულიანე მეგობარი კაბადოკიელებისა ხდება შემდგომში იმპერატორი, ეს არის უდიდესი გონების კაცი. ეს ის კაცი კი არ არის რაღაცა 2 წიგნი წაიკითხა და იმან აკადემია დაამთავრა, წარმართული აკადემია დაამთავრა, იულიანეზია საუბარი კაბადოკიელებთან ერთად. აი გამოვიდა იქიდან და ხდება თუ მანამდე რაღაცა სიმპათიები ქონდა შეიძლება ქრისტიანობისადმი ხდება წარმართი. და უნდა უკვე ბიზანტიის იმპერია არის გაქრისტიანებული და ბიზანტიის იმპერია სურს რომ დააბრუნოს კვლავ წარმართულ საფუძვლებზე. და რას აკეთებს ეს იმპერატორი? წერს შრომას ნაზარებელთან, გალილეველთა წინააღმდეგ. მაცხოვარს ნაზარეველი ეწოდებოდა და ანუ ქრისტიანების წინააღმდეგ, სხვაგვარად ვთქვათ. და იქ არის ისეთი არგუმენტები წარმოდგენილი წარმართობის მხრიდან, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით შლის მთლიანად ქრისტიანულ გაგებებს, ერთი ღმერთის შესახებ და კიდე სხვა, რაც ქრისტიანობაში მთავარია. ეს წიგნი, დღევანდელ დღეს შენარჩუნებულია მხოლოდ 10 წიგნი, 10 თავი ამ წიგნისა, დიდი წიგნი იყო მოცულობით. მაგრამ პასუხი ვერავინ ვერ გასცა მეოთხე საუკუნეში. ან მოუცლელობის გამო, ჩვენ არ ვიცით რატო ვერ გასცეს, ან რის გამო არ ვიცით, მაგრამ აი მეხუთე საუკუნეში პირველ ნახევარში კირილი ალექსანდრიელმა ივალდებულა რომ გაეცა პასუხი იმ ნაშრომისადმი, რომელიც აი უკვე სადღაც ნახევარ საუკუნეზე მეტი მიმოიქცევა ქრისტიანთა და წარმართთა შორის. და წარმოიდგინეთ, აი მისი დიდებულება რო არის კირილესი, თავიდანვე ვთქვით, რომ დიდებულება წარმოაჩინოთ, როგორი დიდი კაცი, როგორი დიდი აზროვნების კაცი უნდა ყოფილიყო. ეს მღვდელმთავარ ფილოსოფოსი, უდიდესი დოგმატიკოსი ამავე დროს დამამხობელი ნესტორისა, როგორც ვთქვით. ესე ქრისტიანობა ესმის ანიდან ხოემდე. ეს ერთი მოღვაწეობა, მეორე მოღვაწეობა რა არის? ანტიწარმართული. იქ დებულებები მოყვანილი რაც არის იულიანეს წიგნში
კირილი ალექსანდრიელმა დაწერა იულიანეს წინააღმდეგ წიგნი და საოცარი რა არის. ხოგმობს იულიანე თავისი არგუმენტებით ქრისტიანებს და რაც დაავიწყდა იულიანეს არგუმენტი წარმართობაში არსებული ეს კირილე თავის ნაშრომში ამატებს თავის არგუმენტს კი არა წარმართობაში არსებულ ანტიქრისტიანულ არგუმენტს ქრისტიანობის წინააღმდეგ რომელიც დაავიწყდა იულიანეს და ეუბნება ერთგვარად რომ აი ეს ხომ მოიყვანე შენ მაგრამ კიდე არის გარდა ამისა ჩვენ წინააღმდეგ უამრავია თავის მხრივ ამატებს არ გაურბის და შემდგომ უკვე აი ამ ყველაფერს რომ მოიყვანს არგუმენტებს წარმართა მხრიდან შემდგომ უკვე ამხობს ქრისტიანული არგუმენტებით თლიანობაში რისი თქვა გვინდა ჩვენ ამით ჯერ ის რომ კირილე უდიდესია ღვთისმსულიერებითა და განათლებულობით და ფილოსოფიური ცოდნით წარმართობა არის ფილოსოფიური ცოდნა ეს უდიდესი კაცი იყო მაგრამ მეორე მხრივ როგორ ებრძვის ერეს როგორ ებრძვის გაუკუღმართებას ხანჯლითა და გინებით და დევნით კი არა და გინებით კი არა ებრძვის არგუმენტაციით ჯერ თვითონ იცის თავისი რელიგიურობა რა თქმა უნდა მაგრამ მხოლოდ ეს კი არ იცის რაც ამასთან არის კავშირში მეტნაკლებად ის ყველაფერი ზედმიწევნით ისწავლა კირილი ალექსანდრიელმა და შემდგომ უარყოფს ამ ყველაფერს ჩვენ როგორ ვიქცევით ხშირად რასერისტი დადის ქუჩაში პროტესტანტი დადის ქუჩაში გინებითა და ლანძღვით იმიტომ რომ ჩემ საქართველოს შეურაცხყოფსო პატრიოტული გზნობა ცუდი არ არის ეს გზნობა არის თორე ის საქციელი კი არ არის კარგი ეს პატრიოტი გასაგებია კარგია და გული და ასე შენ გასაგებია ქართველი კაცი მაგრამ ეს რო უგუნურება ეს ხოლმე იფიქრო ეს უფრო გამრავლებს ერეს ვიდრე მოკვეთ შენი გინებითა და უვიცობით ამ ცრუ რელიგიურობას თუ ცრუ მოძღვრებას სხვადასხვა ადამიანების მიერ შემოტანილ საქართველოში ეს არის მაგალითები ეს არის მარგალიტები ჩვენამდე მოსული როგორ უნდა ვიმოღვაწეოთ თუ გვინდა მოღვაწეობა აი ამ კუთხით მხილებითი კუთხით თუ გვინდა მოღვაწეობა ჯერ ჩვენი ჯერ შენი უნდა იცოდე კარგად ფილოლოგმა ქართველმა კაცმა ჯერ თავისი ლიტერატურა უნდა იცოდეს ზედმიწევნით და მერე უკვე შეადაროს ეს ქართული ლიტერატურა სხვა შექსპირიდან კი უნდა დაიწყოს თავისი ფილოლოგიური განათლებულობა ვეფხისტყაოსკნად უნდა დაიწყოს ჯერ აი ია და ნუ დანარჩენი რაც არის ჯერ ამით აი კირილე ესე იქცევა ჯერ თავისი იცის ქრისტიანობა ამ ხელს ქრისტიანებს ერეტიკოსებს ნესტორს და კიდე სხვებს და მე აბსოლუტურად არა ქრისტიანებს ვინმე იმასაც ეხება ამისი მოძღვრება ვინმე დაამხოს უნდა თავისი არგუმენტებით აი ეს იყო დიდი მოძღვარი კირილი ალექსანდრიელი მას ასევე აქვს წინასწარმეტყველთა წიგნების განმარტება მოცემული ძველი წინასწარმეტყველები ვინც იყვნენ ბიბლიაში ხსენებულები და უდიდესი კორპუსია მისი თხზულებებისა ეს იყო ერთგვარი ერთ-ერთი ნუ ერთადერთი ვერ ვიტყვით იმიტომ რომ ალექსანდრიელები ძალიან დიდები იყვნენ თუნდაც ორიგენი ალექსანდრიელი მანდამდე კლიმენტი ალექსანდრიელი თეოგნოსტოს ალექსანდრიელი დიდიმე ბრმა ალექსანდრიელი ზოგი ანათემირებულია უმეტესი ანათემირებულია ეკლესიის მიერ და აი ამ რიგში ოღონ ანათემირებული კი არ არის წმინდანია უდიდესი არის წმინდა კირილი ალექსანდრიელი ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ის არის ერთადერთი მნათობი
არამედ ერთ-ერთი მნათობია მართლმადიდებლური ეკლესიისა. ალექსანდრიელი აფრიკელი მოღვაწე ბერძნულ ენოვანი, რა თქმა უნდა. შეგვაწიოს უფალმა მისი მადლი და მეოხი იყოს ჩვენზე. დააგლოცოთ ღმერთმა და ჩვენ არ იგეწეროთ. გაიხრით.